პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მისამართით ისევ შეფასებების თემა. ოპოზიციონერები ამ წინადადებაზე უარს ამბობენ და აღნიშნულ ნაბიჯს ღია შანტაჟს უწოდებენ. მართლ გუნდში კი საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას მნიშვნელოვანს და სახელმწიფოებრივ ნაბიჯს უწოდებენ. მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას თავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვამ. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს. ამ დროისთვის 8 პოლიტიკოსი იმყოფება პატიმრობაში, მათ საქალაქო სასამართლომ 8 თვემდე პატიმრობა შეუფარდა და თანამდებობის 2 წლით დაკავება აუგრძელა. პარტიების ლიდერებს ბრალად ედება ცისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის დარღვევა და პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ეს შეთავაზება არ ეხება მიხეილ სააკაშვილს. რეალურად ყაველაშვილის განცხადება კი არ არის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ყაველაშვილს გაავრცელებიეს და დაადებინეს. გამოჩნდა ეს, რომ ჩაულებრივად ადამიანებით მოვაჭარე არის ქართული ოცნება, რომელსაც გონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ციხეში ეხლა იმაზე შეაბამს, რომ იქ შეწყალებას მიიღებს, თუ გამოვა და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს. აი ეს იყო მთელი ამ განცხადების არსი. პირველ რიგში ლეგიტიმაცია არ აქვს მას, ქართული ხალხის ლეგიტიმაცია და ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბებული არის და ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას ისედაც ვაპირებდით. ამის შესახებ ცნობილი იყო ყველასთვის და სწორედაც ეს განცხადება გააკეთეს იმის გამო, რომ ჩვენ მეორე დღეს უკვე და ბრიფინგი გვქონდა ჩანიშნული და ყველაფერი იცოდა ამის შესახებ. ქართული ოცნების ინტერესში არის ის, რომ პროდასავლური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებზე არ იყოს. ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი გზებით აპროტესტებდნენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს და ეს ადამიანები დღეს სრულიად უკანონოდ არიან საპატიმროში და ამ ადამიანების შეწყალებაზე არ საუბრობ და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართავ შეწყალების თქმა თანაბრად იცი რომ ამას არავინ არ გამოეხმაურება, ხა ეს მორალურად რას ნიშნავს? ესეც შეაფასო ჩვენმა მოქალაქეებმა. ამის მთავარი მიზანი იყო, რომ ეს არჩევნებში არ მონაწილეობა პირველ რიგში ოპოზიციას დაბრალდეს და იმ ლიდერებს, რომლებიც დღეს საპატიმროში არიან. ეს რეალურად ის ტესტია, რომელსაც ვერ ჩააბარებენ და რომლის ვერ ჩააბარებაც გახდება საფუძველი მათი რეიტინგის, ისედაც დაცემული რეიტინგის კიდევ უფრო დაცემის. ვიმეორებ. ერთგვარი, ასე ვთქვათ, ჟესტი იყო ეს პრეზიდენტის მხრიდან, შეთავაზებული, რომ თუ იძახი რომ დევნიან, თუ ამბობ რომ ციხეში ვარ და ამიტომ ვერ ვიღებ მონაწილეობას, გამოდი მიიღე მონაწილეობა არჩევნებში და ანახე შენი რესურსი საზოგადოებას. მაგრამ აქაც რომ უარს ამბობ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ციხეში შესვლა მქონდა გეგმაში. იმიტომ რომ მე დაგებრალებინა ხელისუფლებისთვის, ვითომ გდევნიან. ხედავთ, რომ არის ცდილობა მათ შორის უცხოური დაფინანსებით, რომ მოხდეს საბოტაჟი არჩევნების. ხედავთ, რომ ლელომ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და შემდეგ რომ არ იყოს ამ საბაბით საუბარი, თითქოს არ ქონდა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება, ლიდერებს არ ქონდათ ამის შესაძლებლობა, ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ. სწორედ ამიტომ არის ეს შეთავაზება, რომ თუ არის სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პრეზიდენტი მზად არის შეიწყალოს ისინი, რომ კონდეთ სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე, მას არათუ ჩართვის, საერთოდ ჩვენ არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობაც წესით არ უნდა ქონდეს.